სამხრეთ კორეაში აფხაზეთის კულტურის ცენტრი გაიხსნა. სადმე გარაში და სარდაფში კი არა, პარლამენტში. დიახ, სეულში, სამხრეთ კორეის პარლამენტში. სრულიად ოფიციალურად და შეძლების დაგვარად საზეიმოდ. სეპარატისტების ჰიმნითა და ფეხზე ადგომით. ვინ მიიღო მონაწილეობა და ვინ აუდგა ფეხზე? აფსუათა მხრიდან კულტურის მინისტრად წოდებული დაურ კოვე იყო. სამხრეთ კორეელთა მხრიდან კი სულ ცოტა ერთი დეპუტატი ან ჰო ენგი, რომელმაც გამოსვლაში თქვა, ციტატა სოხუმის ოფიციოზიდან. ეს ცენტრი იქცევა ჩვენი აქტიური ურთიერთობების სივრცედ. კორეის პარლამენტში ეს ამბავი რომ ურუსოდ არ ჩაირული და გავიგეთ. რუსული დიპლომატიის გავლენასა და კავშირთან ბრძოლა ზოგადად რთულია. მაგაში გეთანხმებით. მაგრამ ამ ყველაფერთან რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო წოდებული კანტორა თბილისში? ევროინტეგრაციის დეპარტამენტს რომ აუქმებს, ეგ ვიცით. არაფერში არ სჭირდება. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს რომ აუქმებს, ეგეც ვიცით. არც ეგ არგია არამედ. მაგრამ ერთ მიმართულებას როცა ასუსტებ, მეორე მიმართულებაზე ხომ უნდა გადაიტანო აქცენტი. პოლიტიკა ხომ ბოლო-ბოლო ბალანსის ხელოვნებაა. ხო და რით აბალანსებთ დასავლეთის ამოგდებას დღის წესრიგიდან? აღმოსავლეთში აფხაზის სეპარატისტების წარმომადგენლობის ცენტრის გახსნით? Большое спасибо, что сегодня вы нашли время. ახლა უფრო მარტივად ვიკითხავ. სამხრეთ კორეა აღარ სნობს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. რატომ აქამდე არ დაიბარეთ ელჩი თბილისში ჰიონდუ კიმი და სულ თავში არ ურტყით საპროტესტო ნოტა? თუ მარტო გერმანიის ელჩს უბედავ დაბარებას და დათხვას. კორეელიც რომ დაგებარებინათ და გაგეჯორათ. ეს ამბავი ან ვებგვერდზე იქნებოდა, ან Facebook-ზე. რა კი არსად არ გამოგიქვეყნებიათ, ესე იგი თქვენც სულ ჩემს ირაკლი ყობახიძეზე დაიკიდეთ ეგ ამბავი. თქვენსა და თქვენმა ეგრეთ წოდებულმა ელჩმაცსა და საელჩომაც, რომელიც ეტყობა, კარგად მოეწყო კორეაში და დარდიც არ აქვს, რომ მის სამშობლო, სანამ ისინი არაფერს აკეთებენ, უბრალოდ პატარავდება. სანამ შორეულ და საპატიო მივლინებაში ქოც იფხანენ.